დაკავებული ბიზნესმენის გიორგი ჩიკვაიძის თქმით, დაკავების შემდეგ მას რეჟიმი აიძულებდა ამერიკის საელჩოს წინააღმდეგ ცრულ განცხადება გაეკეთებინა და ეთქვა თითქოს დირექტივებს პროევროპული აქციების ორგანიზებასა და არაკანონიერი ქმედების განსახორციელებლად ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აძლევდა. ამის შესახებ ჩიკვაიძე წერილში საუბრობს, რომელსაც ის სოციალურ ქსელში ავრცელებს. ჩიკვაიძის თქმით, თუ დღის წესრიგში ამერიკული გამოძიების საკითხი დადგება, ის მზად არის მათთან თანამშრომლოს. ამასთან ბიზნესმენის განცხადებით პენიტენციურ დაწესებულებაში ის რისკის ქვეშაა, რადგან მისი თქმით, რუსული სპეცსამსახურების დავალებით მისი ლიკვიდაცია ნებისმიერ დროს შეუძლიათ. რამდენიმე თვეში მას შემდეგ, რაც ისინი დაარწმუნდნენ ჩვენს წინააღმდეგ რუსული რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ არაერთ უკანონო ქმედებაში, დევნის ნაწილში მათ გადაწყვიტეს გაეგზავნათ გამაფრთხილებელი წერილი საქართველოს პროკურატურაში, რასაც ამერიკის საელჩოც დაგიდასტურებთ. წერილში ისინი აღნიშნავდნენ, რომ ჩვენს საქმეს უწევდნენ მკაცრ კონტროლს. დაკავების შემდეგ, რაც უკანონოდ განხორციელდა 11 მარტს, რუსული რეჟიმი მაიძულებდა, რომ გამეკეთებინა განცხადება, სადაც ვიტყოდით ტყუილს, თითქოს ამერიკის საელჩო მაიძულებდა, მაძლევდა დირექტივებს პროევროპული აქციების ორგანიზებაზე და სხვა არაკანონიერი ქმედების განსახორციელებლად. კიდევ ერთხელ მინდა აღნიშნო, რომ ეს წარმოადგენს დანაშაულს ამერიკის სახელმწიფოს წინააღმდეგ. თუ დადგება დღის წესრიგში ამერიკული გამოძიების საკითხი, მზად ვარ ვითანამშრომლო მათ საგამოძიებო ორგანოებთან და პირადად ვამხილო ვიგინდარა თაღლითი ხელისუფლების თუ რომელი წარმომადგენლების ინიციატივა იყო ეს ყველაფერი. გარკვევით მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ჩემი ამ დაწესებულებაში ყოფნა არ არის უსაფრთხო და ყოველდღე ვარ რისკის ქვეშ, რომ რუსული სპეცსამსახურების დავალებით მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ განახორციელონ ჩემი ლიკვიდაცია. ქართული ოცნების სასამართლომ გიორგი ჩიკვაიძის აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით 11 მარტს შეცვალა. მისი ბიზნეს პარტნიორის ირაკლი პაპიაშვილის გირაო კი ძალაში დატოვა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ორივე მათგან 7-დან 11 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. ოცნების ყოფილი მხარდამჭერი ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ამბობს, რომ 2022 წელს ანტისახელმწიფოებრივი დავალების შესრულებაზე უარის თქმის შემდეგ მას ივანიშვილის ხელისუფლება პოლიტიკურად დევნის. ჩიკვაიძე 30 დღის განმავლობაში პროტესტის ნიშნად შიმშილობდა. მან შიმშილობა 10 ապრილს 7 დღით შეწყვიტა მისი თქმით. ეს გადაწყვეტილება მიიღო, რათა პენიტენციურ სამსახურს საბაბი არ ქონდეს 17 აპრილს დაგეგმილ სხდომას არ დაასწრონ.